მოგესალმებით, მითხარ ხოლმე ვარ ლუკა, ეს არის საბადო ჩვენ ორი ადამიანი, რომელსაც უყვარს და ინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ დაგვიწყო პოდკასტი და გაგვიზიარებინოთ თქვენთვის ისეთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გქონდა. დღეს ამუშავდება ახალი რუბრიკა, რომელიც უკავშირდება ნობელის პრემიის ლექციებს და პირველი ნობელის გამარჯვებულის ლექციას, რომელსაც განვიხილავთ, არის ალბერ კამიუ. 1957-ში აიღო ნობელის პრემია და საკმაოდ დიდი ლექცია გამოვიდა. ოღონდ მაგამდე სანამ ჩაწერას დავიწყეთ ერთი რაღაც მინუტი თქვა რა. ფესტივალი რო იყო ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ ძალიან კარგი ადამიანი მოვიდა და ეს წიგნი მაჩუქა და აქედან ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა და უდიდესი мотиваცია მომცა რომ გამეგრძელებინა ის, რასაც ვაკეთებთ რა. მადლობა დიდი. მადლობა ძალიან დიდი. ეხლა შევუდგეთ საქმეს. კაი, ეხლა მოკლედ თუ მოგეწონებათ შემდგომშიც გადავიღებთ ესეთ ვიდეოებს, ანუ რომელიღაც ცნობილი მწერლების ან არც ისე ცნობილის სანობელი ლექციების ჩვენეულ განხილვებს. დღეს კამიუ ავარჩიეთ, რამდენიმე კრიტერიუმი ქონდა. პირველი გვინდოდა რომ ყოფილიყო უფრო პოლიტიკური სახის სიტყვა, წარმოთქმული ნობელის პრემიის მიღებისას, გვინდოდა რომ ვინმე ცოტა ისეთი ყოფილიყო, ვინც შედარებით ცნობადი იყო და ავარჩიეთ ალბერ კამიუ. როგორც უკვე ლუკამ გითხრათ, 57 წელს მიიღო კამიუ ნობელის პრემია, 44 წლის ასაკში და ის არის მეორე ყველაზე უმცროსი ასაკით მეორე ადამიანია, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია 44 წლისას, რომ პრემიას მიიღებ ძალიან ისეთი მიღწევა დიდი, მაგრამ ალბათ მაინც იმანაც შეუწყო ხელი, რომ ფრანგი იყო. ხა ქართველი 44 წლის არ ვიცი ან ჩვენნაირი ქვეყნებიდან ვინ უნდა მიიღოს მაგ ასაკში ნობელის პრემია, ვინც იყო წარდგენილი, როგორც ამბობენ წარდგენილი, მაგალითად ოთარ ჭილაძე, ყოველ შემთხვევაში ჭაბუ ამირეჯიბზეც ამბობენ, ისეთ აკაც ხო იყო წარდგენილი. აკაც ეხა წარადგინეს, ხო. აკა სხვათა შორის მაკუთრით გამონაკლისია. კაი, რატო ავარჩიეთ ეს ისა ვთქვით, ეხა გადავიდეთ უშუალოდ შინაარსზე. რას ამბობს კამიუ? ესე ცირე მიმოხილვას გავაკეთებთ, მოკლედ არის ეგეთი დიდი წიგნი, იყიდება თუ არსები ინტელექტის გამომცემლობა, ხო? კი, ინტელექტის გამომცემლობა, სანობელი ლექციები. და შიგნით შესულია ყველა იმ თითქმის ყველა, მე მგონი ან ორტომეული, ან ერთტომეული, ხო? შესული არის მოკლედ ნობელის პრემია, ვინც მიიღო ლიტერატურის დარგში, მათი წარმოთქმული სიტყვები უბრალოდ ერთი დეტალია, საბანკეტო სიტყვა ქვია ერთ, რომელიც არის უფრო მოკლე ვერსია და რომელიც წარმოითქმება, როდესაც აი უშუალოდ ნობელს გადმოგცემენ და შედარებით არის მოკლე, იმიტომ რომ ეხა ნახევარი საათი იქ საბანკეტო სიტყვისას ცოტა რთულია რომ მოусმინო და არის ასევე მეორე სიტყვაც, რომელიც არის უფრო ფართო, უფრო ღრმა ანალიზის, უფრო ისეთი მრავლის მთქმელი და უფრო მეტ საკითხს რომ მოიცავს. დავიწყოთ ამ პირველით მოკლედ რა, რაზე საუბრობს კამიუ, რაზე გადაწყვიტა რომ ესაუბრა. მან თავის სანობელე თემად აირჩია ხელოვანის ადგილი ზოგადად სამყაროში, ანუ რა როლი აქვს, რა ფუნქცია აქვს კამიუს წარმოადგენით ხელოვანს. და ვიცით რომ მან ჯერ ესე ვთქვათ მიმოიხილა ისტორიული რაკურსი წარმოგვიდგინა თუ როგორი როლი და როგორი ფუნქცია ჰქონდა ხელოვანს. და თან კრიტიკაც არის და თან ხსნის კიდევაც, ხო? ანუ ერთი მხრივ ის იწყებს იმით, რომ ხელოვანის ფუნქცია აქამდე, ხელოვანს ჰქონდა ფუფუნება აქამდე შეგულისხმება მე-20 საუკუნემდე, რომ მას ეცხოვრა განცალკევებულად საზოგადოებისგან მარტოდ და მაგალითად ეწერა ისეთ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებაში არ იყო აქტუალური. და ის ამბობს, რომ მე-20 საუკუნე არის ცვლილების ეპოქა, როდესაც ხელოვანებს აღარ შეგვიძლია ასე ვიცხოვროთ და ჩვენ დაგვიწეს და წყალებში ის მოთხოვნა, რომ პასუხი გავცეთ თანამედროვეობას. ჩვენ უნდა ვიყოთ ხმა საზოგადოების. ოღონდ აქ ის ხედავს ერთგვარ გადაცდომებს. პირველ რიგში ესე იგი აკრიტიკებს ორივე რა ორ მხარეს. პოლიტიკურად ორ მხარეს, ანუ იდეოლოგიების გაგებით. ერთი, ნუ ის ვიცით რომ ცოტა მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარდა მოგეხსენებათ ეს რომელიმე კონკრეტულ იდეოლოგიას მიკუთვნება, მაინც ცოტა მემარცხენია ვიდრე უფრო მემარჯვენე, ხო? ცოტა კი არა შეიძლება კარგად. კომუნისტური პარტიის წევრიც იყო 2-3 წელი, მაგრამ მაინც და მოკლედ უფრო მემარცხენია და ამ კუთხიდან კარგად აიხსნება ეხლა რა შუაშია მემარცხენეობა. ის ამბობს, რომ
თანამედროვე, ბოლო რამდენიმე ათწლეულია საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, უფრო სწორედ ბოლო ათწლეული კი არა, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ბურჟუაზიის კლასის გაჩენამ გამოიწვია ის, რომ ხელოვნება გახდა უფრო ვიწრო და ხელოვანება ყოველ შემთხვევაში მწერლება დაიწყეს უფრო ბურჟუაზიული ინტერესების პასუხი, ანუ საზოგადოება ჩამოყალიბდა ისეთად, რომლის მთავარი მიზანი და ღირებულება არის ფული, რიცხვები და სიმდიდრის რიცხვებში გაზომვა. და ის ამბობს, რომ ამ ეპოქაში საზოგადოება მწერლები ჩამოყალიბდნენ რაღაცა ბურჟუაზიული ტიპის მწერლებად, რომლებიც ჩაიკეტნენ საკუთარ თავში. ეს არასწორია, იმიტომ რომ იწვევს რეალობისგან აცდენას. მეორე მხრივ, რაც ჩვენთვის უფრო საინტერესოა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში, აკრიტიკებს ასევე სოციალისტურ რეალიზმსაც, სოცრეალიზმს შემოკლებით, რასაც ვეძახით. და ამბობს, რომ კამიუს აზრით სოციალიზმი აცდენილია რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ რეალიზმი არის თავისთავად ამ სიტყვაში, ტერმინში, იმიტომ რომ სოციალისტური რეალიზმი არ დამდგარაო, ამბობს და ის კონცენტრირებულია მომავალზე, ანუ რაღაც, აი მარქსიზმში როგორც არის უტოპია, რომელიც მომავალში უნდა დადგეს რაღაც უკლასო საზოგადოების სახით, ზუსტად ეგეთი მიზანი ჰქონდა სოციალისტურ რეალიზმს, რომ რაღაც საზოგადოების მოდელი მიიღო. და თან ამას ემატება ისიც, რომ ეს არის პროპაგანდისტული მექანიზმი, ანუ ტირანია, ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც იყენებს ლიტერატურას, რომ თავისი რაღაცა მექანიზმები აამოძრაოს და მიზნებს მიაღწიოს ხელოვნების და მწერლების გავლით. და ბოლოს ამ ორივეს აკრიტიკებს, ამბობს, რომ ეს მიუღებელია და ბოლოს საკუთარ ფორმულას გვთავაზობს, თუ რა უნდა იყოს ხელოვანის ადგილი, ხელოვანის როლი სამყაროში. და ის ამბობს, რომ ხელოვანი არ უნდა გაიქცეს მწერალი, არ უნდა გაიქცეს ამ ვალდებულებას, რომელიც მას ეპოქამ დააკისრა და იგი უნდა იყოს, ესე ვთქვათ, სადაც შუა წერტილში აჯანყებასა და რეალობას შორის. აჯანყებას, იმიტომ რომ ის უნდა იყოს მოწოდებით ჯანყის ადამიანი, ან რაღაცის წინააღმდეგ უნდა მიდიოდეს და მეორე მხრივ ის უნდა პასუხობდეს თავის ეპოქას, რეალიზმში, რეალობაში ეს იგულისხმება. თუ მხოლოდ აქეთ, ანუ რეალობაში გადავა, აცდება, ანუ მთლიანად საზოგადოების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ეს უკვე რაღაც ინდივიდუალიზმის ჩაკლა და მეორე მხრივ თუ მხოლოდ ის ადამიანი იქნება, მაშინ რეალობას სრულიად მოწყდება და რაღაცა განყენებულ ადამიანად, ხელოვანად წარმოგვიდგება. ეს არის მისი ფორმულა. შემდეგ ბანკეტის სიტყვაში უფრო მოკლედ საუბრობს ამაზე და თავის რაღაცა ეპოქას აღწერს. ეს არის რაც ეს ზედაპირულად თავარი იდეა, რაც თქვა კამიუ. რატო აირჩია შენი აზრით ეს თემა? მაშინ ძალიან აქტუალური იყო, მით უმეტეს პოსტ ომის პერიოდია, ანუ რაღაცა ჯერ კიდე მეორე მსოფლიო ომის მიერ დატოვებული ტრავმა არის, იდეოლოგიები გადაწყობილი არის და ძირითადად მართლა ორ კურსად არის დაყოფილი საზოგადოება რა, ან არიან მემარცხენეები და მემარჯვენეები და ძალიან რადიკალურ ფორმებს ირჩევენ ამის და მე მგონია რომ მაგ კუთხით ზუსტად მიხვდა კამიუ იმ დროის პრობლემას და ხელოვნების პრობლემას იმ დროის ცხადია, რომ თუ რაღაც გაშუალედება არ მოვახერხეთ ამ ყველაფრის და თუ მართლა ერთ მხარეს ან ბურჟუაზიისთვის მწერლების მხარეს არ მოუხერხეთ რაღაცა და სოციალისტებსაც თუ არ მოუხერხეთ რაღაცა, ისე ხელოვნება არასწორ კურსს აირჩევს რა. და თან ეს მარტო მწერლობაზე ხო არ ლაპარაკობს იდეაში ეს, ну თვითონაც ის იყო ან თეატრზეც აქვს ამახვილებს პიროვნულადაც ყურადღებას და ისეც და ცდილობს უბრალოდ რომ ხელოვნებამ არ დაკარგოს თავისი კურსი რა. და ეგ მე ძალიან მომწონს უბრალოდ ბევრ რაღაცაში არ ვთანხმები, როცა ლაპარაკობს ხელოვნების მაგ პერიოდის მიმართულებებზე რა. აი სოციალიზმის ნაწილში ვეთანხმები, ანუ სოციალიზმისთვის, სოციალიზმიდან გამომდინარე რომელი სახის ხელოვნებაც იქნება, ის ხელოვნება ძირითადად ტოტალიტარული რეჟიმის მომხრე ხელოვნება რო არის და სხვა შორის ეს როგორ ანუ სოციალიზმის ნიშნები თუ არის ხელოვნებაში უფრო ტოტალიტარულია? ხო. კაი, მე და მან პროპაგანდის ნაწილში თვითონ ამბობს ერთ-ერთ იმაში სპიჩში გამოსვლისას ამბობს ერთ-ერთგან რომ პროპაგანდა არის მექანიზმი რითიც ადამიანებში აღძრავ იმას რაც მათში არ არისო რა. ხო. და იდეაში ეგეთ სახის ლიტერატურა, ეგეთ სახის ქვეყნებში, ანუ სოციალისტურ ლიტერატურას საბჭოთა კავშირის ნაირ ქვეყნებში, ნუ ადამიანებში აღძრავს ისეთ მიმართულებს, რომელიც ტოტალიტარულ რეჟიმს უფრო გაამყარებს რა. მაგას უგულისხმობ, მაგრამ ისტორია ხარ. ვიღაცა შეიძლება იყოს სოციალისტი იდეოლოგიურად, მაგრამ კაი წერალი იყოს. ხო რა, პრობლემა არ არის. სხვათა შორის ინტელექტუალებს ეგ ტენდენცია ახასიათებთ, რომ ძირითადად მემარცხენეები, ანუ ხშირად არიან მემარცხენეები. თან ამ პერიოდში ალბათ ყველა მემარცხენეა ინტელექტუალი. ინგლისელები და ამერიკელები არიან
მემარცხენე და ინგლისშიც 1-2 ურევია ორველი ინგლისელები და ამერიკელები არიან თუ არ არიან ხო ანგლო-საქსონური სამყარო ძირითადად მარჯვნივ იხდება ხო ფრანგები დღესაც ფრანგები კულტურულად ძალიან მემარცხენე ხალხი არიან რევოლუციის მერე იმიტომ რომ ის ხო რეალურად სოციალისტური რევოლუცია ის საფრანგეთში ხო ნუ მემარცხენე ხო რა ერთ-ერთი ორველია ბრიტანეთში მემარცხენე მეტი ეს არ მახსენდება არავინ ხო მაგრამ აი ბურჟუაზიის ნაწილში მეტნაკლებად არ ვეთანხმები იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგ პირიქით მაგ პერიოდამდე უფრო ეგრე იყო ანუ ძირითადი ხელოვნება რომელიც იქმნებოდა ბურჟუაზიისთვის იქმნებოდა და უბრალოდ შემდეგ ამ მეტნაკლებად კლასობრივი დაყოფის შემცირებამ ეს ხელოვნება პირველ რიგში სხვა ადამიანებს მისცა ხელოვნების შექმნის საშუალება და მეორე ხელოვნება უფრო საზოგადო რაღაცად აქცია რა მე-20 საუკუნემდე მით უმეტეს პირველ მსოფლიო ომის მერე რატო? კლასობრივი დაყოფა უფრო შემცირდა ვიდრე ბურჟუაზიის აი ვიდრე მე-19 საუკუნის შუაში იყო მაგალითად რა ხო ანუ რავი ჯერ ერთი პრინტი ანუ წიგნების დაბეჭდვაზე თუ უნდა ვილაპარაკოთ და წიგნები რო იბეჭდება ანუ როცა პერიოდი შემოდის როდესაც წიგნები იმაზე იაფად იბეჭდება ვიდრე წინა პერიოდებში ეგ ნიშნავს მეტნაკლებად იმას რომ ხელოვნება უფრო სოციალური მოვლენა გახდა რა ბევრად და ეგ ხელს უწყობს იმაში რომ ადამიანების მოთხოვნილებს უფრო დაუკავშირდება რა ზუსტად მაგას ამბობს ანუ მაგას ეს პრობლემას ეხა კამიუ მაგაზე გეტყოდა რომ მაგას ვამბობ მეც იმიტომ რომ მისი აზრით რაციც მეც მოყვები და ამ მემარჯვენეების კრიტიკაში არც მე არ ვეთანხმები რომ მისი წარმოდგენით თანუ იმ წერლების ყოველ შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა რომელიც რაღაცა პოპულარულია რომელიც იყიდება ამ დროს მოთხოვნებს პასუხობს უფრო რა ანუ რაღაცა და ეს მოთხოვნები არისო ბურჟუაზიული სამყაროს და კლასის მიერ განპირობებულიო რაც შეიძლება 57 წელში რო გვეცხოვრა ეხლა ჩვენ ალბათ საბჭოთა კავშირში ვცხოვრეთ მაგრამ აი ამათთან ერთად სადმე საფრანგეთში რო დაბადებულიყავით შეიძლება ლოგიკურად მოგჩვენებოდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში 2026 წლის საქართველოსთან ბურჟუაზიული კლასის კრიტიკა რო ხელოვანები მოირგეს ცოტა ისე ჩვენთვის ეხა ეგ ის არის პოლიტიკური და ძალიან აი სისხლში კანში გამჯდარი ამბავია რომ რაღაცა სოციალისტური და კომუნისტური წარსულის გამო რაღაცა აუგად ვიგდებთ ესეთ შეხედულებებს ხო კი ლოგიკა არის ყოველ შემთხვევაში ჩვენის გვინდა რასაც ეს აკრიტიკებს ეხა რეალურად ეგეთ რაღაც გვინდა და სულ ეს ამას რო იქ ცუდია და ჩვენ ვართ რომ რა ცუდი კაცო პირიქით ანუ და მე არც გონია სხვა შორის რომ ბურჟუაზიის იმას პასუხობდა რეალურად ბურჟუაზიის იმას არ პასუხობდა რა პირიქით ანუ ყოლად შუა ფენას პასუხობდა ბურჟუაზიას არ პასუხობდა აი ნახე ჩემი აზრით გაცილებით უკეთესია მისაგებელი მიაგო ეპოქას რა კი ასეთ აჟინებით მოითხოვს და მშვიდად აღიარო რომ ძვირფას მეტრთა კამელიებიანი მხატვრებისა და სავარძლებში ჩაბრძანებული გენიოსების დრო სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. ანუ იმაზე საუბრობს საზოგადოების რაღაც ფენებს შორის ჩატეხილხიძე ძალიან ლეჭავჭავაძე გამოვიდა. მაგრამ მართალი ხარ. ხო, ანუ და ოღონდ ამაში ავტომატურად მოიაზრებს იმას, რომ შენ დაუპირისპირდი ამ საზოგადოებას და მაგალითად მოყავს ნიცშე და სხვა ხელოვანები არა უფრო რაღაცა ფილოსოფოსები, მწერლები, ხელოვანები და ასე შემდეგ, რომლებმაც პირდაპირ საკუთარ თავზე იწვნიეს. აი მაგალითად, დღეს ქმნა ნიშნავს დარტყმა იწვნიო. ხო. ხო, ანუ რაღაც დინების საწინააღმდეგო მიმართულებას მოუწოდებს ხელოვანებს, უბრალოდ ამბობს, რომ ეხა ეს უკვე აღარ არის დინების საწინააღმდეგო, დინების მიმართულება არის ეს. ანუ მიმართულება თანამედროვე ეპოქის ეს არის და თქვენ გონიათ, რომ საწინააღმდეგოდ მიდიხართ, და რეალურად ძველში ხართ ჩარჩენილებიო. ხო, მაგრამ მეორე მხრივ საბჭოთა კავშირს ხო შეეძლო ეხა ეს გამოეყენებინა თავის პროპაგანდის მიხედვით. ძალიან ის არის საინტერესოა რომ 58 წელს 1 წლის შემდეგ პასტერნაკმა მოიგო პრემია და პოლიტიკური ამ კონტექსტის გამო მოგეხსენებათ, მან ვერ მიიღო ეს, რადგან საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო, მაგრამ შემდეგ მისმა შვილმა, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, მიიღო. და ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ ზუსტად ამაზე საუბრობს კამიუ 1 წლით ადრე, რაც 1 წელში მოხდება, რომ აი იმას ვამბობდი, რომ შეეძლო საბჭოთა კავშირს ეს გამოეყენებინა, თავის და სასიკეთოდ რომ აი ბატონო ევროპელი და ნუ ეს მოგეხსენება ეხა ხშირად იყენებდა, რომ ევროპაში ვიღაც კომუნისტი ინტელექტუალები რო იყო, აი არ არიან საბჭოთა კავშირში, მაგრამ კომუნისტები არიან, ხო ხედავთ რაღაცა. სარტრი მაგალითად, ხო? ეს დავარდნილი კომუნისტი. ხო და
მაგრამ მე ის მომწონს კამიუში და ჩემთვის უარყოფითი ფიგურა მაგიტო არ არის, რომ პოლიტიკური გაგებით თორე სამწელო გაგებით არ არის. რომ ბრუნდება და მეორე მხარესაც აკრიტიკებს რა. ხო, კი. ამ სოციალიზმს ოღონდ თუ ჩვენთვის ცალსახად ცნობილია, აი 57-ში ხო ცალსახად ცნობილია, რომ სოციალიზმი სისულელია, მაგრამ ამათთვის ეთყობა მთლად ჯერ კიდევ არ არის, იმიტომ რომ ესე გაჭრილად თავიდან არ ამბობს რა. იწყებს ესე მაგალითად, რომ ხომ შეიძლება დისკუსიაში შევიდეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც სოციალიზმზე მხრობიან და დავუსვათ კითხვა, ანუ ძალიან ეპარება ნელ-ნელა და ფილოსოფიური არგუმენტებით უტევს და არა წმინდა პოლიტიკური, იმიტომ რომ პოლიტიკური ალბათ ჩემი აზრით უფრო გასაგები იყო, იმიტომ რომ ტოტალიტარიზმია და იყენებს პროპაგანდისთვის, გავიგეთ. მაგრამ ფილოსოფიურად ძალიან ისე მყარად ურტყამს რა, ფილოსოფოსი რო არის, ეგეც ეტყობა. რო ანუ თქვენ ამბობთ, ეუბნება კომუნისტებს, ოღონდ აღმოსავლეთის ჩვენ, რო ესო სოციალისტური რეალიზმი მოიაზრებს მომავლის საზოგადოებასო, იმიტომ რომ თქვენ რაღაცის აშენება გინდათო, როგორც თქვი მარქსიზმი მეთქი, უტოპიის, მაგრამ ამ დროს, ამ მომავალზე კონცენტრირების დროს ყურადღებას არ ამახვილებთ აწმყოსა და წარსულის პრობლემებზე. და თუ აწმყოზე არ საუბრობს მწერალი და ხელოვანი, ლოგიკურია, რომ რაღაც მსხვერპლშეწირვა იმისთვის, რომ მომავალში რაღაც წარმოსახვით საზოგადოება აწყო, სიგიჟია რა. ხო. და ამიტომ ძალიან ისეთი ღირებული ფილოსოფიური არგუმენტი აქვს სოციალიზმის წინააღმდეგ. კი, უბრალოდ მე კამიუს ამ იმაში ვერ მივყვები. პირველ რიგში კიდე იმას ხელოვნებისთვის ესე რომ ლაპარაკობს. ხო, ცხადია აკრიტიკებს ძალიან სწორი. ძალიან სწორია მეც. კი, 100%-იანი არის ხელოვნებისთვის ზოგადად მაგ პერიოდში. ეგრას ნიშნავს ხელოვნებისთვის. ანუ ხელოვნება იქნება იმისთვის, რომ ხელოვნება შეიქმნას, ანუ საკუთარი თავისთვის იქნება რა და არა საზოგადოებრივი მოვლენა არ არის საერთოდ. მე ნაკლებად მაგას ქვია რა. ოღონდ ანუ რეალურად ეგ მაგას იყენებდნენ როგორ თქვა. არც თუ ისე კარგი ხელოვნები იმისთვის, რომ გაიправებინათ, რომ არ გამოსდიოთ რაღაცა. მოდი ესე ვიტყვი. ხო და მაგის კრიტიკას სრულად მივყვები, მაგრამ ეს რეალურად რასაც იძახის, არის მაგის მეორე მხარე, ანუ საპირისპირო მხარე უნდა ამას რა, რომ ხელოვნება ხელოვნებისთვის გავიგეთ, რომ ცუდია, მაგრამ ამას უნდა ხელოვნება ხალხისთვის. ხო და ოღონდ ცოტა ბალანსსაც იმაში, ანუ ის არის ძალიან მიხვედრილი კაცია და ამბობს, ანუ არ ეხა შენ საიდანაც აპირებ შეტევას, მაგაზე წინასწარ აქ ნაფიქრი, რომ ძალიან ხალხისთვის არაო რა, ცოტა ბალანსიც მაგრამ ბოლოს რა ის კამელიები არ უნდა რომ იყოს და ვიღაცა მოკალთებულმა კაცმა რაღაცები წეროს. ну, კარგი რა ბატონო კამიო არ გეკადრება ის რომ ეგეთ ხალხზე ვთქვათ რომ ისინი ხელოვნებას ვეღარ ქმნიან. ანუ როგორ ვერ ქმნიან? რეალურად ის ხელოვნების ნიმუშები რომლებიც შემოგჭა მე-20 საუკუნიდან, რომელიც არა, ანუ ისტორიულ მოვლენებზე არ არის დამყარებული ოღონდ. არის ძირითადად ისეთი ხელოვნება, რომელსაც გააკრიტიკებდა კამიო, აუცილებლად თან. ანუ ფოლკნერს აუცილებლად გააკრიტიკებდა და ძირითადად ფოლკნერი გვაქვს შემორჩენილი. ანუ ორი სახის ლიტერატურა შემოგჭა მე-20 საუკუნიდან, რაც პოპულარულია რა. არის ლიტერატურა, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდის პრობლემებს მართლა და რაც არის აი კამიო ეგ არის, კაფკა ეგ არის, სარტრი ეგ არის, ეგზისტენციალიზმი ზოგადად ეგ არის და არის მეორე სახის ლიტერატურა, რომელიც არის იმის სრული საპირისპირო, კერძო ზუსტად ის, რასაც აკრიტიკებს კამიო. და ეს არის ერთად ამერიკული ლიტერატურა, ჰემინგვეი ეგ არის, ფიჩერალდი ეგ არის, თომას ულფის, ფოლკნერის, ну ინგლისელები უდიდესი უმრავლესობა ეგ არიან, ну ბერძნებიც ეგენი არიან და ეგ კაი ხალხი რა. ხო და ამას რო უყურებ და ანუ რეალურად კამიუს უნდა რომ ყველა იყოს ეგზისტენციალიზმის ლიტერატურა როგორც იწება აი ჯორჯ ორუელი უნდა რომ წამოიწევს წინააღმდეგ რა. ხო და მე ეგ თლად მაგას ვერ ვხედავ ხელოვნების დანიშნულებად რა. იმიტომ რომ კი ანუ საზოგადოების პრობლემებს უნდა უპასუხო, მაგრამ არა თვითონ საზოგადოების პრობლემებს უნდა უპასუხო, მაგრამ თეორიულად გამოსცეს ეგ რომ საზოგადოების პრობლემებს უნდა უპასუხო. ხო, რეალობასთან ახლოს უნდა ხო რა, მაგას რო გულისხმობს, როგორი ამბავია იცი, ანუ ლიტერატურა თვითონაც ხო ამბობს, პასუხი არ არისო რეალურად, მაგრამ მაინც როდესაც წელისგან ან ხელოვანისგან მოითხოვ რომ გაითვალისწინოს ეგ ყველაფერი გაცნობიერებულად ეგ ჩემი წამდგენის სწორი არ არის. ანუ ის ადამიანი იმ პერიოდში, იმ ეპოქაში, იმ საზოგადოებაში რო ცხოვრობს, აუცილებლად განიცდის იქაურ ძვრებს და ეს მის ხელოვნებაში აისახება. და ეს რომ მოითხოვს რომ ჩარეული იყოს იმ ყველაფერში, ну ეგ ცოტა სიგიჟე მგონია რა. ანუ რო წერ უკვე ერევი მაგას ნიშნავს და ამიტომ ხო, ჩემ ლოგიკით რო წერ უკვე ნიშნავს რომ ერევი. ერთადერთი რაც თუ ეთანხმები კამიუს არის ის რომ უბრალოდ რაღაც საზოგადოებისგან განცალკევულად არ უნდა ცხოვრობდნენ ეგ ხალხი, საზოგადოებაში უნდა არსებობდნენ. მაგრამ მაგაში კიდე რო ვეთანხმებიან, ეგ ჩემი წამდგენით ლოგიკური ანუ კი არ ვეთანხმები, ანუ ეგ ჩემი წამდგენით ლოგიკური დაშვებაა რომ უნდა ცხოვრობდნენ, ის ხელოვნება არ იქნება. ანუ სადღაც ტყეში წავედი და საზოგადოებასთან შეხება არ მოგდა ხელოვნება შევქენი, სიგიჟე მგონია მე, ვერ შეგვიძლია. მაქსიმუმ ბუნება და ნახე სოციალიზმი ეგეთია, რაც არ პასუხობს, საერთოდ შეუსაბამოა
ეპოქაში იგულისხმება იმ ეპოქის საზოგადოება, იმ ხალხი ზოგადად. მეორე მხრივ ეს რასაც მარჯვნივ ხედავს, რომ ძალიან მოწყვეტილი არიან რეალობას, მაგას ხედავს. ისე თუ დააკვირდი ხა შენ ორად რო დაყი წერლები. ერთი ყველა მოექცა კონტინენტური ევროპის სარტყელში და მეორე რაღაცა ბრიტანეთ ამერიკა საერთო რა. კონტინენტურმა ევროპამ, ეხლა დიდმა ბრიტანეთმაც, მაგრამ უფრო იწვნია საკუთარ თავზე ყოველ შემთხვევაში ამერიკასთან შედარებით 100%-ით, იმიტომ რომ ამერიკაში ომი ესე პირდაპირ არასდროს არ მიმდინარეობდა, თავის თავზე იწვნია ჰიტლერი, მუსოლინი, სტალინი და ორივე მსოფლიო ომი. ხო. ესპანეთის რევოლუციაც. ესპანეთის ხო, და ესპანეთის სამოქალაქო ომი და ხო, ფრანკო და დიქტატორები და მოკლედ ანუ თუ შევადარებთ ინგლისს და ამერიკას, კონტინენტურ ევროპას, ესენი ნუ ეხა მეორე მსოფლიო ომზე ხელები ამიწევია ჩერჩილის ფაქტორი, რომ ჯონსონის წიგნის არ იყო, გარდამტეხი იყო, მაგრამ დაიბომბა და მართლაც აი გარდამტეხი ქვეყანა იყო, მაგრამ აი რო შევადაროთ კონტინენტურ ევროპას მე-20 საუკუნეში, აი ეს ორომტრიალი პოლიტიკური ძალიან იწვნია საკუთარ თავზე აი ამ ქვეყნებმა ვიდრე ამათმა. ამიტომ ლოგიკურია რომ წერალი რომელიც აქ დაიბადა კონტინენტურ ევროპაში და ამ კონტექსტში გაიზარდა და ეს ტკივა ამაზე წერს. ფოლკნერს რო შევადაროთ ახლა კამიუს და ფოლკნერის ცხოვრება რა. ესა კამიუ დაიბადა ალჟირში, აი მთელი ამ კოლონიურ კონტექსტში გაიზარდა, მერე ნახა ესა მამამისი პირველ მსოფლიო ომში გარდაიცვალა, მეორე მსოფლიო ომი, ნაცისტების მიერ მისი ქვეყნის ოკუპაცია, ყველაფერი ნახა საკუთარ თავზე და ფოლკნერმა არაფერი არ ნახა რა ეგეთი. და ამიტომ მე უბრალოდ ლოგიკას ვხსნი, არ ვიძახი რომ ეს ფოლკნერი არასწორი, კამიუს სწორია ან პირიქით. უბრალოდ და თან მე როგორც ადამიანი რომელიც საქართველოსდან ვარ, უფრო კამიუს ბანაკში ვემხრობი. იმასში არ გეთანხმები ერთში რომ უნდა რომ ეგზისტენციალიზმში წამოიყვანოსო რა. არა, ეგზისტენციალიზმში არ უგულისხმე ეგზისტენციალიზმის ფილოსოფია. ანუ ეგ მიმართება ვიგულისხმე რა ხალ ამ საზოგადოებაზე. ეგ მიმართება თუ ვიგულისხმე ხო, ეგზისტენციალიზმი როგორც ფილოსოფია მაშინ კი უნდა რომ ყველა მწერალი ეგეთი იყო. უნდა რა ანუ რეალურად ნეიტრალურად ამბობს იმას, რომ ჩვენმა ეპოქამ მოიტანა ესეთი მოთხოვნილება, მაგრამ ჩვენ ანუ არ ამბობს რომ ეს ან კარგი ან ცუდი, უბრალოდ ჩვენ ამას უნდა მოვერგოთ, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ამბობს რა. აქ თავის იმაზე რა ქვია მის თაობაზე აღწერა რა, ანუ რა გამოიარეს, ციტატა მქონდა მონიშნული და მე ვნახავ და წავიკითხავ, იმიტომ რომ ზუსტად აჯდება ამას რა ქვია. ხო, სხვა შორის ერთ-ერთ წინა იმაში ამბობს, აი ეხლა რა გამოიარეს გამახსენდა მეც ზუსტად. ეგ და კიდე ეხმარება შენ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ნუ ეგეთი ეპოქის გამოსული კაცი რო ხარ, რა თქმა უნდა მეგრეკილება გექნება. იმ სპიჩში ამბობს ეგეთ რაღაცას დაახლოებით, რომ რო აგიხსნათო, რა თაობის ადამიანები ვართო ჩვენო რა. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც პირველ მსოფლიო ომის დროს დაიბადაო, ან ცოტა უფრო ადრეო. ვართ ის თაობა და ფრანგებზე აქ ყურადღება გამახვილება. არა, ზოგადად აქვს იდეაში, რომ 20 წლის ასაკში მოისწრო ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლასო და ნუ მე შენ რაც ახსენე, რომ ის ადამიანები ვართ, ვინც მოისწრო მუსოლინის, ვინც მოისწრო ჰიტლერს, ვინც მოისწრო ფაშიზმს, საბჭოთა კავშირს და შემდეგ და ჩვენ უბრალოდ ეგ ყველაფერი პირდაპირ ნახავთ და მაგას ძალიან სრულიად მოყვები, რომ ეგ ყველაფერი რო შენ თვალით გაქნანახე, რა თქმა უნდა, მე ის მიდრეკილება გექნება, რომ ეგ აღარ განმეორდეს რა და ყველანაირი მექანიზმი უნდა გამოიყენო მაგისთვის. ანუ ხელოვნება თუ გაქვს, რომელიც ადამიანის კულტურულ აღმოცენებაში რაღაცა წვილს შეიტანს და იმ ბერკეტებს შექმნის, რომ ტოტალიტარიზმი აღარ დადგება, რა თქმა უნდა იცდები, რომ გამოიყენო ეგ ბერკეტი. ოკეი, ანუ მაგაში 100%-იანი გვეთანხმები მეც. ხო. მაგრამ ანუ და მაგეთან ეხლა ძალიან კრიტიკად მეთვლება გამომდის, რომ ой ეს რა საშინელი სპიჩია, ანუ ძალიან მომწონს კაი სპიჩია, ასე ლაპარაკობ, მაგრამ უბრალოდ მე მინდა რომ ის ელემენტი ვთქვა, რომ რეალურად ნეიტრალურად არ არის. ეგ უნდა რა, მაგ მიმართულებით უნდა ხელოვნებას წაყვანე. ნეიტრალურად არა, ნეიტრალური არ არის მაგ თავის მსჯელობაში რა. უნდა რომ ხელოვნება იყოს ისეთი, რომ ტოტალიტარიზმი აღარ დადგეს. ეგ მიმართება ქონდეს რა, ეგ კურსი. ხო და ეგ არ მომწონს მე უბრალოდ, იმიტომ რომ ადამიანების მიდრეკილებებზე უნდა ვწეროთ და არა რეალობაზე, რომელიც თვალწინ დგას რა. მარტო თუ რეალობაზე ვწერეთ, მიდრეკილებები გაგვექცევა უბრალოდ და ეგ არ არის ხელოვნების სასიამოვნო მდგომარეობა. როცა ამბობს რომ უნდა
ვიპოვოთ ბალანსი რაც შუა წერტილი ჯანყსა და რეალობას შორის მაგას ნიშნავს რომ შენ როგორც მწერალი და როგორც ხელოვანი არ უნდა ჩაკლაპოს ეპოქამ და მაშინ იმიტომ რომ შენგან ვერ დადგება მაშინ დიდი მწერალი რა აი პირველი თან რიგის მწერლებში ვერ შეხვალ თუ შენ ეპოქამ ჩაკლაპა იმ დროს პოპულარული იქნები მაგრამ მე დაიკარგები იმიტომ რომ აღარ ხარ საინტერესო რა და რამდენი მწერალია ეხა რომელიც ჩვენ აღარ ვიცით რომელიც ადრე პოპულარული იყო ანუ ამბავი იმაშია რომ მე მგონი ანდერსონი გვიდევს არა ხო შენ რო ანდერსონი იყო ძალიან პოპულარული მაგრამ დღეს არ არის მთლად ეგეთი ხო მან ერთი რაღაცის თქმა მინდა ცოტა უხეშად მოშევეხო მაგაც კამიუს ეგ რო ამბობს რომ დიდი მწერალი ვერ გახდებიო და რაღაც თვითონ გახდა ანუ თვითონ იყენებს იმ ნეიტრალიტეტს რომელიც დაუწესა ხელოვნებას ანუ მისივე პრინციპი შეუტრიალოთ მას. საინტერესოა. თვითონ თავის პრინციპს არ იყენებს. რატო? საზოგადოებისთვის წერს. კამიუს ერთ-ერთი ამომავალი წერტილი, როდესაც რაღაც ფილოსოფიური აზრები აქვს ან სოციალური აზრიებადება არის ისტორია. ანუ კამიუს წარმოადგენს ისტორია არის ორნაირი მოცემულობა რა, ან ისტორია არ არსებობს საერთოდ და არაფერს არ წარმოადგენს, ან ისტორია განსაზღვრავს ადამიანს. და ნუ მთელი თავისი მსჯელობები იმაზე აგებული რომ ისტორია განსაზღვრავს ადამიანს. ან ხალხურ ნაწარმოებებზე არ მახლაპარაკი ვაკ. ისტორია განსაზღვრავს ადამიანში კარგად რას გულისხმობს? ადამიანს არა უბრალოდ საზოგადოებას, ან თუ ჩვენ ისტორიას დავივიწყებთ ეგეთ რაღაც სამოქმედო რა. ჩვენ შავი ჭირის თავარი ის რაც არის მაგას გულისხმობს? თუ დავივიწყებთ როგორ თუ დავივიწყებთ ჩვენს ისტორიას, მაშინ აუცილებლად განმეორების საფრთხეა, ხო? კი, განმეორების შეცდომას, რომელიც დაგვიშვია. მაგრამ თუ ჩვენ არ დავივიწყებთ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ გავიმეორებთ, მაგრამ გვეცოდინება მაინც რაღაცები რა. და მთელი თავის ბრძოლა მაგაზე აქ აგებული და რეალურად მე თვითონ ხელოვნებაში რასაც ვცდილობს, მაგიდან გამომდინარეობს რა. მაგ შეცდომების დაალაგებას და ისტორიის გახსენებას ვცდილობს საზოგადოებაზე მორგებას ამის საზოგადოებაში ანტიკურობასთან დაკავშირებას თანამედ და ხო რო ეს შეცდომები აღარ განმეორდეს და ანუ თავისი პრინციპები რო არის რო შუა წერტილი ნუ ეს მაგ პრინციპებს მეტნაკლებად უხობს მაგ თავისი მიმართულებით რატო? ავიცი ხა საზოგადოებისთვის წერს და ანუ საზოგადოებისთვის წერს რავი ეხა შე რას თქვი ეგ საერთოდ არ ნიშნავს ანუ საზოგადოებისთვის წერს ოღონდ რას ნიშნავს რომ უნდა გავარკვიოთ თუ შენ ამბობ იმას რომ მოთხოვნებს პასუხობს მაშინ საერთოდ არ გეთანხმები იმიტომ რომ არ ამგონია იმ პოსტ ომის საზოგადოებას ამის მოთხოვნა ხდება და რასაც ის ანუ იმ მომენტის საზოგადოების მოთხოვნებს კი არ პასუხობს საზოგადოების როგორც ფართო მოცემულობის ხო აი ხო მე ჯანკისის არის ნაწილი ხო და მაგას გამონებ მიდრეკილია ერთი მხრისკენ ხო, მაგრამ მეორე მხრივ რეალობას არ არის მოწყვეტილი, იმიტომ რომ პირდაპირ ნაციზმის და ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი არის იმ დროს. აბა ვინ არის ამაზე დიდი კრიტიკოსი? უნტერგრასი. გიუნტერგრასი გვიანა უფრო. ნობელის პრემია 99 წლში მოიგო გიუნტერგრასი. არა, ნობელის პრემია და იმ პერიოდში წერს როცა ის წერს. ცოტა მერე, მაგრამ ნუ ხო, მაგრამ მაშინ გიუნტერგრასი არავინ არ არის ხა კამიუს დროს. ანუ ავიგეღო არავინ არ არის, მაგრამ ეხა რასაც წერს ეგ ხო მნიშვნელოვანი და არა თუ ლიტერატურულ ღირებულებას აფასებ შესაძლებელია კი რომ გრასი უფრო დიდი იყოს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ეს თავის ფორმულას ვერ ერგება რა. ყოველ შემთხვევაში გავლენის თვალსაზრისით კამი უფრო დიდი ფიგურა, როგორც ფიგურა, ვიდრე გიუნტერგრასი. ასე თავით რა თქმა უნდა კაცო, მაგრამ არ მომწონს მე უბრალოდ რა თვითონ რომ აყალიბებს რაღაცა ნორმებს, არ მიყვება ნუ რეალობას ეგრე კარგად არ ახსენებს, თავის მიდრეკილებებით აღწერს მაგ რეალობასაც რა. ანუ მთლიანი კამიუს ამავალი წერტილი არის ის, რომ რაშიც 100%-იანი ყოველდღიურად ახლა ცხადია რომ ტოტალიტარიზმი ცუდია და ტოტალიტარიზმი არ გვინდა. და მთლიანი მისი მიდრეკილება ლიტერატურაშიც, იმაშიც რომ ისტორიას იხსენებს, ყველაფერში აბსოლუტურად არის ის, რომ ეს ტოტალიტარიზმი ხელახლა არ დადგეს. მოწოდებაც ეგ აქვს რა ყოველთვის. ხო და არა ეგ რეალობისგან მეტნაკლებად წყვიტავს. რატო? ბიჭო, გავიგე რომ მაგ პერიოდში ტოტალიტარიზმი არის. ტოტალიტარიზმს არ აკრიტიკებს მარტო, მაგალითად პილ ჰარბორის დროს ამერიკის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო კამიუ, რომ ატომური იარაღი რატო გამოიყენა და რაღაცა. მარტო აღმოსამართო აქეთ რკინის ფარდის აქეთ მხარეს არ აკრიტიკებს რა. ამას ამერიკას ტოტალიტარული რეჟიმი გონია კაცო. არა, მეტნაკლებად გონია. არა, მეტნაკლებად მართლა გონია რა. ტოტალიტარული რანაირად გონია, არ უთქვია ეგეთი რამე არსად. კამიუს რო ლაპარაკობთ, მე სულ ვიცავ შენს ვეძინე. ანუ არ უთქვია გავიგე, მაგრამ მიმართებები ან პუბლიცისტიკაში რაც აქვს ამერიკასთან იმაში რაც აქვს. ჯერ ესეთი ფრანგია და ფრანგებს ამერიკის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს ყოველთვის, როგორიც რაღაცა. მადლიერების ნაცვლად. ხო და ეგრევე რომ ავენდე
ხო და ეგ ფაქტორია თან ისიც არის რომ ნუ ვერაფერს ვერ ეწყვი ხა შეიძლება ტექნიკურად პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით ხა ატომური იარაღი რო არ გამოეყენებინა არ დამთავრდებოდა და ბლა 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 მაგრამ კამიურო ხარ უნდა გააკრიტიკო ხო პერხანგოზე უნდა გააკრიტიკოს ყველამ გავიგე მაგრამ უბრალოდ მაგ პერიოდის მით უმეტეს იმ ძირთად იმ ხალხს და ფრანგები მაგიტო არიან რომელსაც მიმარცხენი მიმართებები მიდრეკილებები აქვთ მაგრამ საბჭოთა არა ამერიკასაც იმ ცუდი ქვეყნების იმას წინში მოიხსენებენ როგორც საბჭოთა კავშირს ოღონდ სხვადასხვა პოლუსებად რა საბჭოთა კავშირი თუ არის სოციალიზმის ბოლო წერტილი ეს არის კაპიტალიზმის ბოლო წერტილიო რა იგავენ და ორივე ტოტალიტარული დიქტატურა ორივე რა აი ბოლოში კამიუს არ უთქვია, მაგრამ როგორც ეგეთი რომ ორივეს, ანუ ჩვენთვის რო არის რომ საბჭოთა კავშირი აბსოლუტური ბოროტება და ამერიკა ეგეთი არ არის, ამისთვის ადამიანისთვის ყოველ შემთხვევაში კამიუსთვის ეგრე არ ყოფილა. ხო. მაინც ჩემთვის რეალობას მეტნაკლებად მოწყვეტილია თან რა კუთხით ეხა რა, რომ კამიუ ყურადღებას აქცევს იმ მომენტის რეალობას. ოღონდ აი ძალიან ვიწრო იმ მომენტის რეალობას, რაც მეტნაკლებად ტოტალიტარიზმს ეხება, უდიდესწილად ტოტალიტარიზმს ეხება. და ადამიანის ბუნების ელემენტს, რაც უფრო ფართო მოცემულობა, ფართო რეალობა რაც არის ადამიანის ბუნების, მაგას უფრო მეტწილად ივიწყებს. მარტო ერთეული ნაწარმოები აქვს, რაც რეალურად ან თავი ნაწარმოები, რომლებიც კამიუსი შემოხვდა, რაც არის უცხო, დაცემა რაც არის, შავი ჭირი რაც არის. ეგ სამი ტექსტი უფრო მეტად არის ორიენტირებული ადამიანის ზოგად რეალობაზე და სხვა ტექსტები რომელიც იმ მომენტის ვიწრო რეალობასთან დაკავშირებული უფრო მეტად დავივიწყეთ საზოგადოებამ. ხო და თავისი მოდელი რაც აქვს შექმნილი და რეალურად მარტო 3-4 ნაწარმოები რო აქ მაგის საპირისპიროდ დაწერილი, ნუ კამიუ და რაღაცა კამიუ უცხო და რაღაცა. კალიგულაც. ხო, კალიგულაც გადის მათ შორის. მაგაში უბრალოდ კალიგულა ნაკლებად გვახსოვს, იმიტომ რომ სპექტაკლის ის არის და რატომაც არ დავიმახსოვრეთ ეგრე ძალიან. ხო და როგორც მწერალი თავის ძირითად შემოქმედებას მაგ მიმართულებით კი არ აყენებს ამ მიმართულებასაც თვითონ მან დამობს შუა წერტილს. საპირისპიროდ ჩვება რა, საპირისპიროდ რა, ნუ ჩანყის მისწრაფები ჩვება. ანუ რეალობას უფრო წყდება და ის რომელსაც მართლა აშუალებებს, ჩემ წარმოდგენით მაგ მოდელში ჯდება ის ტექსტები რაც ეგან ჩამოთვალე, ეგენი გამოსდის რა. იმ დონად რომ ისტორიასაც რჩება. ეგენი თუ გამოსდის და მან შავი ჭირი მოიხსენია, რეალობას რანაირად წყდება? აი, შავი ჭირი დიდი ტექსტია და დიდი ზომით ვამოგ უფრო არა. ხო, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი საერთოდ არ არის. ხო და მეც გეკითხები რომ შავი ჭირი არ არის რეალობას მოწყვეტილი. ხო და ეხა თქვი რომ რა წიგნების მოიხსენიე რეალობას მოწყვეტილიაო. პირიქით, ეგენი არ არის მარტო რეალობას მოწყვეტილი, სხვა ყველა რეალობას მოწყვეტილი. გავიგე, მაგრამ მთავარი წიგნები რაც არის, ეგენი თუ რეალობას არ არის მოწყვეტილი, მაშინ ავტორი არ ყოფილა რეალობას მოწყვეტილი. აი, ეგენი არ ეგონა მთავარი წიგნებად თვითონ კაცო. ეგ ეხა შე რა იცი? აქ ეხვეწები რომელ წიგნს ახსენებს რო სალაპარაკოს. აუ, უცხო ეხა აი, ერთადერთი უცხო, იმიტომ რომ უცხო მალევე გავარდა. არც ერთი სხვა ტექსტები სიზიფეს მის თუ არ ჩავუწევ, სიზიფეს მის რეალურად იმიტომ შევინარჩუნე. მის შეფასება არც ერთ მის წიგნზე და ვერ გეტყვი. თვითონ აქცენტს სვლა ძირითადად მის ფილოსოფიურ ნაზრევებზე და პუბლიცისტიკაზე. ფილოსოფია ვერც ვერ გამოსდიოდა მართალი ხარ? არა, ხო, ანუ ხო, ვერ გამოსდიოდა მართალი ხარ, არა. როგორც მწერალი მე მირჩევნია ვიდრე როგორც ფილოსოფოსი. ყოველ შემთხვევაში სხვებთან შედარებით მეც მაგალითად ჰაიდეგერთან შედარებით კამიუ დიდი ვერაფერი ფილოსოფოსი ვერ არის, მაგრამ მაგაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები რა, რომ რეალობასაც და ან ჯანყსაც და ჩემი აზრით მაგ ფორმულას ერგება რა. აი ბოლოს ამბობს, რომ მწერალი უნდა იყოს სიმართლის მსახური და თავისუფლების ერთგულიო რა, თავისუფლების დამცველი და სიმართლის ერთგული რაღაც მოკლედ. სიმართლე და თავისუფლება არის ორი მთავარი ღირებულება. ხო და აი ხა რაშიც აკრიტიკებენ, მოდი ეგ ვთქვათ. 57 წელს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტი, რამაც გამოიწვია ნობელის კომიტეტის მიმართ ცოტა პროტესტი კონკრეტულ ჯგუფებში. 54 წლიდან 62 წლამდე მიმდინარეობდა ალჟირის ომი, ანუ როდესაც ალჟირელები, ალჟირის ეროვნული გათავისუფლების ფრონტი, დაახლოებით ეგრე არის ქართულად, ნაციონალური გათავისუფლების ფრონტი იბრძვის საფრანგეთის წინააღმდეგ, ანუ ვიცით რომ ამ დროს ალჟირი არის საფრანგეთის კოლონია, 52-ში იწყებენ ომს რომ გათავისუფლდნენ და კამიუ რა შუაშია. კამიუ ვიცით რომ დაიბადა ალჟირში, არის ევროპელი ალჟირელი, ანუ ეგრეთ წოდებული შავფეხიანი, პიენუახს ეძახიან, ანუ როდესაც ევროპელები ჩავიდნენ ალჟირში და მათ შემოვავდნენ მოკლედ რა, ხო? მაგრამ ესე უფრანგულს იტყვიან. ხო და ეს ვინც იყო ამ გათავისუფლების ფრონტში ალჟირელები თლად კარგი დამოკიდებულება არ ქონდათ ამ შავფეხიანებთან რა და უნდათ მათი ესე ვთქვათ
მოსპობა რა, ყოველ შემთხვევაში საფრანგეთში დაბრუნებულიყვნენ, იმიტომ რომ მანამდე ამ ევროპელმა ალჟირელებმა ამათ მოუწყეს მესეკრ როგორ არის ქართულად ხოცვაჟლეტო ხოცვაჟლეტო უფრო სწორი სიტყვა, დაახლოებით 100-მდე ადამიანი დაიღუპა ალჟირელი, არაბი ალჟირელი და მოკლედ კამიუ არის დაბადებული ესეთ ოჯახში, შავფეხიანების ოჯახში. როდესაც დაიწყო ომი ალჟირის, კამიუ არ დაიჭირა ცალსახა პოზიცია, ანუ არც ალჟირის დამოუკიდებლობას გაუმარჯოს არ უთქვია და არც საფრანგეთის კოლონია მუდამ გაუმარჯოს საფრანგეთს, ეგეც არ უთქვია. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად სარტრი პირიქით იყო, ანუ ალჟირის დამოუკიდებლობას მხარს უჭერდა, მაგრამ ეთყობა რომელიღაცა მეში მაქვს მოსმენილი, რომ კამიუ რადგანაც თავის თავზე იგრძნოს ფრანგული სარგებელი, მაგალითად განათლება რაღაცას. ამიტომ ცოტა გამოიწვია რბილი დამოკიდებულებაო მეტროპოლის მიმართო. ხო და ეხლა რა დამოკიდებულება ქონდა რა ამ ომის დროს? იგი ემხრობოდა ეგრეთ წოდებულ ფედერალურ სისტემას, ანუ არც გამოგვეყოს, არც გამოეყოს ალჟირი, არც ნაწილი იყოს ბოლომდე და იყოს ფედერალური დამოუკიდებლობა რაღაცა. და გამოვიდა ინიციატივით, რომ რაღაცა ზავი დავდოთ ისეთი სამოქალაქო პირებს, რომ გადაარჩათ სამოქალაქო ადამიანებს, რომ ზიანი არ მიადგეთ და რომ მისცეს ევაკუაციის საშუალება, ეგეთი ზავის ინიციატორი და ორივე მხარე უარყო დასცინეს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არც ერთი არ დამთანხმდა სისულელე იყო. და კამიუს ესეთი წყალებში შუაშისტური დამოუკიდებლობა კიდევ იმაშიც ჩანს, რომ თუ სწორად მახსოვს, შვედეთში ერთ-ერთმა სტუდენტმა კითხა ამ ალჟირის შესახებ და მან უთხრა, რომ ალჟირში ტრამვაის იქაური მაცხოვრებლები ბომბებს ამაგრებენ. დედაჩემი შეიძლება ერთ-ერთ ტრამვაიში ავიდეს და თუ ეს არის სამართლიანობა, მაშინ მე დედაჩემს ავირჩევო. და მოკლედ რაღაც დროის მერე შეწყვიტა კომენტარების გაკეთება ამ ომზე, იმიტომ რომ პირიქით კონფრონტაციას ვაღვივებო რა. ხო და მოკლედ ამ ალჟირელებს, ამ ალჟირზე თვლიდა, რომ ეს არის არაბული ალჟირის დამოუკიდებლობა, ამ ტალღას, ყოველ შემთხვევაში ამ ორგანიზაციას ეროვნული გათავისუფლების თვლიდა, რომ ეს არის არაბული იმპერიალიზმის ტალღაო. და ამის გამო ბევრმა გააკრიტიკა. მაგალითად ედუარდ საიდმა, რომელიც არის ორიენტალიზმის მამა, ისე ვთქვათ, ეს ტერმინიც მის შემოღებულია და აკრიტიკებდა, რომ შენ ისე ვთქვათ, არ გინდაო კოლონიების გათავისუფლებაო რა. ხო და 57 წელს გაგანია ალჟირის ომია. ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ასეთ ფიგურას მისცეს ნობელის პრემია. სარტრის წარდგენილი იყო ამ დროს და ბევრი ისეთი ფიგურა იყო წარდგენილი, რომლისთვისაც შეეძლოთ მიღება მომავალში ნობელის პრემიის გამარჯვებულებიც ეხა იყვნენ წარდგენილები. თუ სწორად მახსოვს, მე-11 ნომინაცია იყო კამიუსი ამ წელს. ხო და რატო გადაწყვიტა ნობელმა რომ მიეცა? ვერ ახსენი კარგად რა. ყოველ შემთხვევაში რაც წავიკითხე, რაღაც სტატიები რაც იყო, ესეთი ცალსახარის არ დამჭა რა. შესაძლოა ეს უფრო ამერიკის გადმოსახედიდან ჩანდა, რომ ეს არ არის მთლად სწორი პოზიცია და კოლონია უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ მეორე მხრივ კამიუზეც ეხა ისე არ გამომივიდეს, რომ უარყოფითი ფუნქცია ჰქონდა, სანამ დაიწყებოდა ეს ალჟირის ომი, მანამდე ჟურნალისტად ჩასული იყო და აშუქებდა იქ რა მდგომარეობა იყო რა, ანუ ესე ანტის კი არ იყო, უბრალოდ რაღაც ისეთ პოზიცია დაიჭირა, რაც მისი აზრით ყველაზე სწორი იყო რა და არიდებდა ხალხს. და 500,000-დან 1,500,000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ეს სტატისტიკა მანდ მერყეობს, ოღონ ალჟირელებს გულისხმობ მარტო რა. ხო და ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ზუსტად ამ წელს მიიღო პოლიტიკური კონტექსტია, მოკლედ ძალიან საინტერესო რა. თან ნობელის პრემია საკმაოდ პოლიტიკური. ხო. რაღაცა და უცნაურია ეგეთ სიტუაციაში რომ მისცეს რა, მეც არ ვიცი რატომ მისცეს. ხო, მაგრამ 2 წელში ავარიაში გარდაიცვალა და ეხლა რო არ მიეცათ ნობელი არ იქნებოდა. ალჟირის ომის დამთავრებამდე გარდაიცვალა მოკლედ რა. კაიაც. 59-ში გარდაიცვალა თუ სწორად მახსოვს, 46 წლის ასაკში. კაი, დავასრულოთ ხო ნელ-ნელა. მოვჭეთ. ეგ იყო ჩვენი განხილვა კამიუზე, მომავალში კამიუ თუ იქნება კიდე დავაყრით ერთმანეთ, ხო და დაგვიწერეთ თუ მოგწონთ ეს ნობელის სიტყვების განხილვები, რაღაც განსხვავებულია, იმიტომ რომ წიგნების განხილვებს ბევრი აკეთებს და ცოტა რო გავამდიდროთ ჩვენი კონტენტი და არხი, მაგისთვის მოვიფიქრეთ ესეთი ამბავი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ქისაზე დაგვეხმარეთ, 1-2 თვე ალბათ არავინ არ გამოჩენილა ქისაზე. და ვინმეს თუ მოგინდებათ პარტნიორობა, ჩვენი მეილი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ წიგნები გამოგვიგზავნოთ და ჩვენ მათ განვიხილავთ ანაზღაურება თურქულ ლირაში. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. ახლა